უკრაინის შეიარაღებაზე დაფინანსებაზე რომ რეალურად ანგარიშ გასაწევი ძალა გახდეს ისეთი რომ რუსეთმა ვეღარ გაბედოს შეტევა მაგაზე ლაპარაკი არ მიდის პირდაპირ არის ნათქვამი ლაპარაკი ისე დაყენებული რომ ნატოში მიიღება უკრაინის უკვე გამოირიცხა რის გამოც ნატოში მიიღება რას ნიშნავს ნატოში მიიღება ნიშნავს შეიარაღებას უკრაინის ანუ ისე დონეზე აყვანას უკრაინის თავდაცვის სისტემის რო ჯერ ერთი ბევრად მომზადებულია, მერე თუ უკრაინას შეუტევენ ნატოს ძალებით ჩაერთვებიან კონფლიქტში, ხო? მაგას ნიშნავს ნატოში შეყვანა. მაგაზე ლაპარაკი არ არის. ეგ საკითხი უკვე გამოირიცხა. შესაბამისად, ეხლა უკვე დგას საკითხი ისე რომ ეხლა ყველას უნდა ესმოდეს რომ ის პირობები, რომლებიც ჟღერდება ამერიკის მხრიდან, რუსეთის მხრიდან მაგ დონეზე წამგებიანი პირობებზე დათანხმება უკრაინულ მხარეს ძალიან გაუჭირდება ისე რომ სანაცვლოდ არ მიიღოს რაღაცა გარანტიების სიტყვიერი გარანტია მაინც ანუ შეიძლება ეს არ იყოს რეალური გარანტია უსაფრთხოების და რეალური ხელმოსაჭიდი მაგრამ მოსახლეობის დონეზე რომ უკრაინელი მოსახლეობის დონეზეც რომ სიმშვიდე შესაძლებელი იყოს მაგისთვის სჭირდება რაღაცა სიტყვიერი მხარდაჭერა მაინც და სიტყვიერად გამოცხადება გარანტიის რომელსაც ტრამპი არ იძლევა ეგეც მნიშვნელოვანი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ ტრამპი როცა ლაპარაკობს მაგალითად ზელენსკისთან შეხვედრაში მე რაც მენიშნა და მივაქციე ყურადღება იყო ის რომ ზელენსკისთან შეხვედრაში ზელენსკი როცა ამბობდა მადლობას უხდიდა ამერიკას დახმარებისთვის მაგ დროს ტრამპი იძახდა და მაგ საკითხზე ტრამპი საუბრობდა ისეთ კონტექსტში რომ ჩვენ უკრაინას კი არ ვეხმარებით ჩვენ უკრაინას ყიდით შეიარაღებას და ეს სულელი წინა პრეზიდენტი ეხმარებოდა უაზროდ ძალიან ბევრ ფულს აძლევდა თორე ჩვენ დახმარება და კი არ ჩუქნით ფულს უბრალოდ მივყიდეთ იარაღი ანუ მაგი საკითხს ისე აყენებდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს აი კონკრეტულად აი ეს საკითხი რომ ყველამ გაიგოს ტრამპის ამოცანა რა არის ამაში ჩანს ტრამპის ამოცანა არის ის რომ ამერიკა როგორც დაინტერესებული მხარე ამ კონფლიქტში გამოიყვანოს ისე თითქოს ამერიკა არის ნეიტრალური მხარე და საერთოდ არანაირ კავშირში არ არის მაგ კონფლიქტთან. ანუ ის რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად ჩართული იყო მაგ კონფლიქტის და პირდაპირ მხარე იყო და პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ მაგას ტრამპის აღიარებს რომ მან წააქეზეს ეგ ომი იმიტომ რომ ტრამპი მთელი თავისი გამოსვლების ყველა ჯერზე იმეორებს იმას რომ მე რო ყოფილიყავი საერთოდ ეს ომი არ მომხდებოდა ანუ პუტინმაც დაუდასტურა პუტინმაც ეგ დაადასტურა რომ არ დაიწყებოდა ეს ომიო და საკითხი დგება ისე რომ წინა ადმინისტრაცია ამერიკის იყო მთლიანად ჩართული როგორც მხარე კონფლიქტში და ეხლა ტრამპის მთელი ძალისხმევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი იმისკენ მიმართული რომ როგორც მხარე ამერიკა აღარ გამოდიოდეს ანუ ამერიკა ჩართული არის ამ საკითხში ისე რომ მოლაპარაკებებში რა თქმა უნდა უკრაინას ამდენი რომ დაეხმარა ეხლა სანაცვლოდ რაღაცეებს ითხოვს ეხლა ითხოვს რომ რახან ამდენი იარაღი მოგეცი წიაღისეული მეკუთვნის შენ ტერიტორიაზე და ასე შემდეგ მაგრამ ისე საკითხის დაყენება რომ მე უკრაინას ვეხმარები ეგრე არ უნდა ტრამპს საკითხის დაყენება და მაგას ყველგან ხაზს უსვავს ანუ დახმარებასაც არ იძახის მიყიდვას ეხლა სხვათა შორის როცა ლაპარაკი მიდის რომ ზელენსკის და პუტინის შეხვედრა უნდა შედგეს მაგ ლაპარაკზეც ტრამპი იძახის რომ ჩემს გარეშე უნდა შედგეს ანუ რა არის მნიშვნელოვანი ის დაინტერესებულია თავისი ეროვნული ინტერესებით
ანუ რაღაც საკითხში საერთოდ ხერები დაუბანია. კი, საერთოდ პასუხისგებლობა გვერდზე იწევა. ანუ რაც აი ცალსახად უნდა ყველამ ვაღიაროთ, მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური მიკერძოება საითა არის ადამიანის, აი ყველამ რაც ცალსახად უნდა დავინახოთ არის ის, რომ ტრამპი ცდილობს ამერიკის ამ კონფლიქტიდან დაინტერესებული მხარის პოზიციიდან გადაიყვანოს ამერიკა არადაინტერესებულ ნეიტრალურ მხარედ. როგორც აი უბრალოდ მოლაპარაკების მომხრეა, სიმშვიდის მომხრეა, თუ ვერ მოილაპარაკებენ და თუ სიმშვიდე არ იქნება, რა მაგისი ბრალია, კისერიც უტეხიათ. ანუ საკითხის ასე დაყენებისთვის არის მიმართული ტრამპის ძალისხმევის დიდი ნაწილი. ასევე შეხვედრებში რო შევადაროთ, აი ხა მაგალითად უკრაინის მხარე იყო ჩასული და მთელი ევროპის წარმომადგენლებიც ახლდნენ და პუტინი იყო კიდე ჩასული ამერიკაში, ეგ სხვათა შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ ამერიკაში ჩავიდა პუტინი და იქ მიიღეს ძალიან პოზიტიური და მეგობრული. არ მახსენდება ეგრე ვინ მიიღეს ბოლოს შეერთებულ შტატებში. ნუ აი მოდი ასე ვთქვათ, ახლა პუტინთან მე მაგალითად ეგეთ რაღაცებს მოაქცევ ყურადღებას და დიდი მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში. ხა პუტინი რომ მიიღო ტრამპმა, ხო, ერთ მანქანაში ჩაჯდნენ და ერთად წავიდნენ. ეგ ეხლა მოდი ვთქვათ, რომ სხვა ვიღაცა რო ჩამოსულიყო ეგ არის, ნუ დიპლომატიას აქვს თავის ენა. ეგ არის დიპლომატიური ჟესტი. ეგ არის დიპლომატიური ჟესტი, რომელიც აჩვენებს ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, პატივისცემით განწყობას მიდამი. ანუ ურთიერთობის დალაგების და რაღაცა საერთო ენის გამონახვის მცდელობის ერთ-ერთი ჟესტია ეგ, როცა რო ჩამოდის მხარე, ერთ მანქანაში ხდებიან და მიდიან, ხო? ეგ რაღაცა დიპლომატიურ ენაზე საკმაოდ წონადი ნიშანია. ამიტომ ეგეც ჩანდა. ეხლა თან იქ შეხვედრაზე ცალსახად იყო მიმართული ტრამპი იმაზე, რომ რუსეთთან საკითხი დაეყენებინა, რომ აი რაღაცა საერთო თანამშრომლობის და რაღაც მოლაპარაკებების ეტაპზე უნდა გადავიდეს ამერიკა და რუსეთი. ანუ აი ეს წინა პერიოდი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როცა სანქციები უწესდებოდა და რუსეთის იზოლირება ხდებოდა დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური იზოლირება ხდებოდა, მაგ მიდგომას ცალსახად, ნუ არ ეტყობოდა, რომ მაგ მიდგომას აპირებს ტრამპი, აპირებს პირიქით რაღაცა მოლაპარაკებისკენ წასვლას. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ეტაპი ის პუტინის შეხვედრა, მეორე მნიშვნელოვანია ეს ზელენსკის შეხვედრა, იმიტომ რომ ევროპის უდიდესი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ მაგ შეხვედრაზე, რომლებიც აშკარად ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ ტრამპთან იშუამავლონ ზელენსკის პოზიციიდან. ანუ ის რომ ჩვენ გვახსოვს წინა პირველი ვიზიტი ზელენსკის ტრამპთან, რომელმაც არ ჩაიარა კარგად, მაშინ ზელენსკი იყო ბევრად უფრო პრეტენზიული და ბევრად უფრო მომთხოვნი თავის ტონალობით და სხვათა შორის ეგეც მინდა მაგასაც ხაზი გავუშვა. ზელენსკის მაშინდელი ვიზიტი ნიშნავდა რას? ის რომ ამერიკა მხარეა და ის რომ ამერიკა დაინტერესებული მხარეა და მას ბენეფიტები აქვს მაგ კონფლიქტიდან. მაგას ხო ყველა აცნობიერებს სინამდვილეში პირველ რიგში არც მალავენ და პირველ რიგში ყველაზე კარგად ზელენსკი მიცის. შესაბამისად ზელენსკის პრეტენზიული ტონი გამომდინარეობდა მანდედან, რომ ამერიკა მხარეა, დაინტერესებული მხარეა და ზელენსკი ითხოვს რაღაცას ამ დაინტერესებული მხარისგან. ანუ შენ რომ ამ კონფლიქტში რაღაცას ხეირობ, შესაბამისად დახმარება გჭირდება, ხო? პრეტენზიული ფორმა ქონდა და სხვათა შორის ზელენსკის ეგ პრეტენზიული ფორმა საკმაოდ ლოგიკური იყო იქიდან გამომდინარე,
ეხლა რა თქმა უნდა არალოგიკური იყო იმ გაგებით, რომ არა წარმატებულად დამთავრდა და ცუდად ჩაიარა იმ შეხვედრა, მაგრამ ზოგადად ეგ მიდგომა მაგ ეტაპზე ლოგიკური იყო, იმიტომ რომ საერთოდ პროდასავლელებს საქართველოშიც, უკრაინაშიც ყველგანაც არ წარმოუდგენიათ, რომ უკრაინის კონფლიქტიდან ამერიკას შეუძლია სუფთად გამოვიდეს ისე რომ თითქოს ის მხარე არ არის. ანუ ეხლა რომ ამერიკა მაგ კონფლიქტიდან გამოვიდეს და უკრაინა მიატოვოს, პროდასავლელების გადმოსახედს ხსნი. პროდასავლელების გადმოსახედიდან ამერიკა იმხელა დარტყმას მიიღებს, რომ ეგ წარმოუდგენელი დანაკარგი იქნება ამერიკისთვის, რასაც ვერ იზამს მათი გადმოსახედიდან და აი ეგეთი ტონით იყო ჩასული ზელენსკი. ზელენსკი იყო იმ ტონით ჩასული, რომ ვერ იზამს ვერ წარმოუდგენია პროდასავლელს, რომ დასავლეთმა მიატოვოს უკრაინა, იმიტომ რომ თუ მიატოვებს, დასავლეთი დაკარგავს მთელ თავის აი ამ გლობალურ შინაარსს, რომლითაც ის მომხიბვლელია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც არის საქართველო. ხო, საქართველო პროდასავლელი რატომ არის? ხო, საქართველოში ვიღაც ხალხი პროდასავლელი რატომ არის? იმიტომ რომ მათ ჯერათ ის რომ ამერიკა არ მიატოვებს. ხო? თუ დაინახავს ხალხი რომ ამერიკა მიატოვებს, გადააგდებს და ასე შემდეგ. ეგ უკვე დიდმა ნაწილმა დაინახა და ბოლო გამოკითხვებში უკვე სკეპტიციზმი დასავლეთში არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ხო, რატო? იმიტომ რომ ბევრი მიხვდა, რომ ანუ ეგ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ვიღაცეებში, ვინც პროდასავლურად იყო განწყობილი, პროდასავლური განწყობა შეიცვალა. ეგ ნიშნავს იმას, რომ იმედი დაკარგა ამ ნაწილმა საზოგადოების, რომ ეს დასავლური სტრუქტურები, ნატო იქნება თუ ევროკავშირი, უზრუნველყოფს, ანუ საქართველოს მიიღებენ ისინი თავიანთ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების ქოლგაში. ეგ განწყობა აღარ არის. მაგას ბევრი მიხვდა და მაგის გამომხატველია მეორე ზელენსკის ვიზიტიც, სულ სხვა ტონალობაში წარიმართა მეორე ვიზიტი და ტრამპმა მეორე ვიზიტში თლიანად იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ის მხარე არ არის და ის საერთოდ გვერდიდან უყურებს ამ პროცესებს და ის უნდა დაარწმუნონ დახმარების, და მხოლოდ მისი კეთილინებაა დახმარება, არ დახმარების საკითხი და ასე შემდეგ. ანუ მეორე შეხვედრა ზელენსკის უკვე იმის დემონსტრირება იყო, რომ ბევრი ადამიანი მიხვდა ეს პროდასავლელი, რომ საკითხი ისე არ ყოფილა, როგორც მანამდე ეგონათ, თურმე ამერიკას შეუძლია, რომ ნებისმიერ მომენტში გვერდზე გაიწიოს და საერთოდ არ ჩაითვლება ეგ დანაკარგად. თვითონ ეგრე არ უყურებს ამერიკა, მაგას პრობლემად არ უყურებს გვერდზე გაწევად, ამიტომ ეგ დაინახა ბევრმა ადამიანმა, მაგრამ ეგ საკითხი უმნიშვნელო არ არის ზოგადად მაგისი დანახვა, იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ეგ საკითხი იყო წარმოუდგენელი სცენარი. ვინც შეეცდებოდა მაგის დანახვინებას იმას? კი, აი მაგალითად ჩვენზე მთელი აგრესია, ხო? მთელი აგრესიის ძირითადი წონა მომდინარეობდა იქიდან, რომ ჩვენ ადამიანებს ზუსტად ამას პროგნოზირებდით და იმდენად წარმოუდგენელი სცენარი იყო ეს ადამიანებისთვის, რაც მოხდა რეალობაში ჩვენ პროგნოზი გამართდა. ეგ იმდენად წარმოუდგენელი სცენარი იყო, რომ ხალხს ეგონა, რომ ჩვენ რაღაცა პოლიტიკური მიზნები გვამოძრავებს და უბრალოდ ანალიზს კი არ ვაკეთებთ, რაღაცა გაურკვეველი მიზნები გვაქვს იმისთვის, რომ ხალხი შეცდომაში შევიყვანოთ. ეგეთი წარმოუდგენელი სცენარი იყო ბევრისთვის, ის რასაც ახლა თვალნათლივ ხედავთ ყველანი, ხო? ზუსტად მაგიტომ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა რაც რეალობაში ფარდა აეხადა და რაც ყველასთვის უფრო გასაგები გახდა საკმაოდ მოკლე დროის წინ არ იყო არავისთვის გასაგები ეგეთი მოვლენები უფრო და უფრო ირკვევა რაც დრო გადის. ამიტომ ტრამპის ეს ამოცანა რომ ის გვერდზე გაიწიოს მე ვიტყოდი რომ საკმაოდ ეფექტურად მოახერხა ამერიკამ. ის რომ ამერიკა
მაგ ომში მხარე იყო და არის მან ორი აზრი არ არსებობს. ანუ ყველა ის ადამიანი არის მართალი, ვინც თვლის, რომ სხვათა შორის ლიბერალის მართალია, ვინც თვლის, რომ ამერიკა გვერდზე რო გაიწიოს, დარტყმას მიიღებს რეპუტაციას. მართალია ეგ, მართლა მიიღებს დარტყმას და მათ რომ არ წარმოუდგენიათ, რომ ეგ შესაძლებელია, ეგ არ არის უბრალოდ მართალი, იმიტომ რომ გაცილებით დიდ დარტყმას და სერიოზულ სხვა პრობლემებს აირიდებს თავიდან. ანუ მან ხო მხოლოდ ერთი კუთხით არ უნდა შევხედოთ, არა, ისის დარტყმა რეპუტაციული გვერდზე რო გაიწევა და მიატოვებს, მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა გადასაჭრელი, რომელსაც ეხმაურება და მაგიტომ მაგნაბიზე მიდის. აი, მაგალითად სხვა რა პრობლემაა, ხო? ეხლა ყველამ ვიცით ის და ტრამპი კონკრეტულად მაგას არ მალავს, რომ თავარი კონკურენტი ამერიკის ეკონომიკის თავარი კონკურენტი არის ჩინეთი. ჩინეთთან მიმართებაში არის ამ ტრამპის ადმინისტრაციის მთელი გეგმები მობილიზებული და რუსეთთან ურთიერთობის დათბობა, მოლაპარაკებები ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივში სტრატეგიული გეგმა ამერიკის, რომელსაც სინამდვილეში საკმაოდ სერიოზული შედეგი მოყვება თუ ეგ წარმატებით განახორციელა, თუ ჩინეთთან შედარებით ამერიკამ დაალაგა ურთიერთობა რუსეთთან, ხო? ამიტომ ეგ ახლა ვიღაცებს შეიძლება წარმოუდგენია, რომ მხოლოდ რეპუტაციულ დანაკარგზე ზრუნავს ამერიკა, მაგრამ მაგაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დანაკარგი არის ის, რომ რუსეთი და ჩინეთი ძალიან ახლო მოკავშირეები გახდნენ და დედამიწაზე, აი მაგალითად ახლა ძალიან ბევრი უზარმაზარი ეკონომიკაა აზიაში. იგივე ინდოეთი უზარმაზარი ქვეყანაა მოსახლეობით. ინდოეთი ჩვეულებრივად ვაჭრობს რუსეთთან, ჩინეთი ვაჭრობს. ამხელა ძალები რომ არ უერთდებიან დასავლეთის სანქციებს, მაგან აჩვენა, რომ ეს დასავლეთის სანქციები ისეთი ძალის მატარებელი აღარ არის, როგორც იყო ადრე. ანუ დასავლეთმა ეს თავისი ბერკეტები ნელ-ნელა დაკარგა და ეხლა სინამდვილეში არის საჭირო რაღაც გადაწყობა ახალ რეალობაზე და სხვა მიდგომაა საჭირო.